თქვენი განცხადება მინდა შეგახსენოთ აპრილში გაკეთებული. იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, კი ბატონო. ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა აირჩიოს ან თავის გზაზე გააძლიერდეს, ან იყოს ოპოზიციის ალიანსში. დღეს არის, რა ვიცი, ივლისის ბოლო, აგვისტო მოგვადგა კარს. ჯერაც ვერ მიგიღიათ ეს გადაწყვეტილება. ანუ მაგ განცხადებაში რას მედავებით ვერ მითხრა? ანუ რატომ ვერ წყვეტს ნაციონალურ მოძრაობა შევალიაში თუ გაძლიერდება თავის გზაზე? ერთი წუთი ნაციონალური მოძრაობა არ არის ბიძინა ივანიშვილის პარტია. ნახეთ, რა განსხვავებას გეტყვით ეხლა რატომ? ნაციონალურ მოძრაობაში ეს საკითხი დგას, მაგრამ ეს საკითხი უნდა მიიღოს პოლიცსაბჭომ. ნახე, გადაწყვეტილება ема, ესე არ ხდება, რომ აი ვიღაცა იმიტომ რომ შესვლაზეც გადაწყვეტილება მიიღო პოლიცსაბჭომ, მიიღო სამდინო, ხადია მიხეილ სააკაშვილთან ერთად, მაგრამ ეხლა რა პროცესებია, ეხლა პარტიაში სხვა პროცესებია და რა პროცესებია, ყველა არის პოლიცსაბჭო. მაგრამ ხვალინდელმა პოლიცსაბჭომ, იმიტომ რომ უფლებამოსილების ვადა ამოწურული აქვს ნაციონალურ მოძრაობაში ეხლა ყველას. უფლებამოსილი პირი არ არსებობს ეხლა ნაციონალურ მოძრაობაში. შესაბამისად, ეხლა პოლიცსაბჭომ უნდა მოიწვიოს ყრილობა, რომელმაც უნდა აირჩიოს დროებითი მმართველობითი ორგანო. ანუ განაახლოს 6 თვით მანდატი უფლებამოსილი პირების. და როდესაც განახლდება მანდატი, მერე უნდა მოამზადოს 6 თვის თავზე პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. ნახეთ? და როდესაც პარტიას უკვე სრულყოფილი უფლებამოსილი პირი ეყოლებათ, ეხლა პარტიაში ერთი კაცი არ არსებობს, ვინც უფლებამოსილია, რომ გადაწყვეტილება მიიღოს ემა. და შესაბამისად, როდესაც უფლებამოსილი პირი დროებითი მმართველობის ორგანო იქნება თუ მერე არჩეული თავმჯდომარე იქნება თუ როგორც იქნება, რომელსაც განახლებული მანდატი ექნება მერე უკვე კიდე ამ მრჩევლისგან, მერე ეს გადაწყვეტილება აუცილებლად დადგება კენჭისყრაზე და ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. ანუ ზოგადად გადაწყვეტილების მიღების პროცესი იმის გამო, რომ უფლებამოსილების ვადა ყველა თანამდებობის პირს პარტიაში ამოწურული აქვს, არ მიიღება ნაციონალურ მოძრაობაში. ფუნდამენტურ საკითხებზე ვერა. არ არსებობს, ნახე, ესეთ ფუნდამენტურ საკითხებზე ვერა, მაგით ტარდება ხვალ პოლიტიკური საბჭო და მაგით უნდა ჩატარდეს უახლოეს მომავალში უკვე ყველა არსებულ თანამდებობის პირს უხანგრძლივდება ასე ვთქვათ. არა, ყველას ეხლა ნახეთ, ეხლა ძალიან ბევრი შეკითხვა არის იგივე თინა ბუხუჩავასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ, ნახეთ. არა, ეხლა ხდება ესეთი რაღაცა. ხვალ პოლიცსაბჭო ადგენს ყრილობის ჩატარების წესს და შემდეგ ყრილობამ უნდა აირჩიოს მმართველობითი ორგანო, რომელმაც 6 თვის ვადაში და მმართველობით ორგანოებში იქნებიან ის ადამიანები, ვისაც ყრილობა აირჩევს. ემა. მერე 6 თვის ვადაში მანდატები ცნობილია ბუნებრივია ხო? ჯერ არა, ხვალ გაიგო. ჯერ პოლიცსაბჭომ უნდა დაადგინოს მათ შორის კანდიდატების რეგისტრაციის წესი და დელეგატები და შემდეგ იქნება ხო, მაგრამ ვიღაცამ ხო შეიძლება თქვას, რომ მე მაგალითად არ მაქვს სურვილი, რომ ვიყო დასახელებული კანდიდატებს შორის. ასეთი ხო, კი ბატონო, ანუ იგივე თინა ბუკუჩავასთან კავშირებით გეკითხებით, ხომ არ ყოფილა? არა, მაგრამ ჯერ ამ წუთას კიდე გეუბნებით, რომ ეგ პროცესს ვნახავთ, ხო, პოლიცსაბჭო, მაგრამ ეგეთი არ გვაქვს, ეგეთი რაღაცა, მაგრამ პოლიცსაბჭო ხო რომ დაადგენს ამ წესს. მერე ყრილობასა და პოლიცსაბჭოს შორის მონაკვეთი რაც იქნება დროის, იქნება უკვე კანდიდატების რეგისტრაცია, ოღონდ მმართველობის საბჭოში არ უნდა აგვერიოს. თავმჯდომარის არჩევნები ახლა არ ტარდება. მმართველობის საბჭოში. იმიტომ რომ მმართველობით ეს გარდამავალი პერიოდი იქნება და ამ გარდამავალი პერიოდის თავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მოამზადოს პარტია 6 თვის თავზე თავმჯდომარის არჩევნებისთვის და ვინ იქნება იქ კანდიდატები, ხა თინა იქნება, კიდე ვინ იქნება, მაგას შევხედავთ. კი ბატონო, კარგი, მაშინ ასე გკითხავთ. თქვენივე განცხადება არის უკვე ივნისში გაკეთებული, ხო? სადაც თქვენ ამბობთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს გამოეხმარებთ ეს ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით ინიციატივა იყო საკმაოდ ახალი. სანამ გადაწყვეტილებები 3 კაცში მიიღება, უმრავლესობა კი Facebook-ით იგებს პარტია კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო. აი, არ ვიცი, კონკრეტიკის გარეშე შეგვიძლია ასე ვთქვათ, ხო? იდენტიფიცირების მიღმა ეს ადამიანები პირობითად სამი ადამიანი, ვინც ერთმანეთში იღებდა გადაწყვეტილებებს ისე, რომ თქვენ საქმის კურსში არავინ გაყენებდათ, იქნებიან ამ მმართველობით საბჭოში და თქვენი პოზიცია როგორია უნდა იქნეს? მაგ სამ ადამიანს შეიძლება მეც ვიგულისხმები ემა. იმიტომ რომ მეც მენეჯმენტში ნახეთ ერთ წუთი, მაგიტომაც ავხსნი. მაგიტომაც როდესაც მაგიტომაც ავხსნი, ხა თუ მომისმენთ. ნახეთ. ჯერ ერთი, როდესაც მაგ განცხადებაზე ყველა სიტყვაზე ხელს ვაწერ ასე რა. როდესაც მე ვსაუბრობ რეფორმაზე და შიდა დემოკრატიულს და ამით ნაციონალური მოძრაობა უნიკალურია, ყველა ოპოზიციური პარტიისგან განსხვავებით. ნახეთ, ვსაუბრობ იმაზე, რომ ხალხის მეტი მონაწილეობა იყოს შიდა დემოკრატიულ პროცესებში. თორე იმ სამყაროში კი მეც მენეჯმენტის ნაწილი ვიყავი.
მათ შორის და მათ შორის ჩვენს პასუხისმგებლობასაც გრძნობ მაგ ნაწილში. და ზუსტად იმიტომ, რომ თუ გვინდა და მოწოდება მიხეილ სააკაშვილის ეს იყო, რომ უფრო მეტად სახალხო უნდა გახდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ხო? და ეს პრობლემა ამ 2 წლის განმავლობაში ქონდა ჩვენ ამ პარტიაში, ხო, გულწრფელები ხონდა ვიყოთ. კი, იყო ეს პრობლემები, როდესაც ანაწითლიდან რო იცოდა რაღაცა ემა, ეს არ ნიშნავს, რომ კარგია. ჩვენმა პარტიის წევრებმა თუ არ იციან, ვინც მე მანდატი მომანიჭეს. ხო, მაშინ ანაწითლიდან რო იცის, ეგ ლეგიტიმაცია არ არის ამ ხალხისთვის. ამიტომაც ჩვენ როდესაც რეალური შიდა დემოკრატიაზე ვსაუბრობთ ნაციონალურ მოძრაობას ამის საუკეთესო პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს რო შეხვდით მიუხედავად ხმაურისა, ხო, ამის ყველაზე კარგი გამოცდილება აქვს, ხო? მაშინ ამაში გულისხმობს ზუსტად იმას, რომ დაანონსებული რეფორმები უნდა იყოს ორ კომპონენტიანი. პირველი, რომ ხალხი შემოვიდეს და პარტიის წევრები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგალითად ალიანსთან დაკავშირებით თქვენ რომ მკითხეთ, რომ ვინ მიიღებს, არ უნდა მიიღოს მარტო პოლიტიკურმა საბჭომ. ეს უნდა მიიღონ კენჭისყრით ჩვენმა პარტიას ყავს რეგისტრირებული ოფიციალური 70,000-ზე მეტი ამორჩეველი. მათ უნდა შეეძლოს ამ კენჭისყრაში მონაწილეობა და მეორე, ეს არის ფინანსური დამოუკიდებლობა, რაც ასევე გულისხმობს პარტიის წევრების დონაციას და პარტიის წევრების მონაწილეობას პარტიის ფინანსურ გაძლიერებაში. ამიტომაც მაგ ჩემი განცხადების პასუხად, ჩემი მთავარი საზრუნავიც ახლა ამ 6 თვის განმავლობაში და 6 თვის შემდეგაც პარტიაში იქნება ზუსტად ეს, რომ აი ეს ორი კომპონენტი, რომ გადაწყვეტილებები რაღაც ვიწრო წრეში არ მიიღებოდეს და იყოს ფართო და გასცდეს არა მხოლოდ პოლიცაბჭოს ფორმას და სამდივნოს ფორმად, არამედ ჩავიდეთ აი პარტიის წევრებზე, რომლებიც ცხოვრობენ დარჩელში, კახეთში, ასე თქვა, თუჩეთში, ხევსურეთში და ასე შემდეგ. ამათ კონდეთ მონაწილეობა პარტიის თავმჯდომარეობის მე შემიძლია გითხრა, მე ამაზე შემიძლია ესე გითხრათ, რასაც მოდივართ ვიმეორებ, რომ ჩემი თვითმიზანი ეს არ არის, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, მე ყოველთვის ამ 14 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთად თავმჯდომარეს ვაღიარებდი ამ პარტიაში, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი, ეს ერთი. მეორე, თუ მე მხარს დავუჭერ, არაღიარებდი დანარჩენებს, ანუ ნიკა მელიას, გრიგოლ ვაშაძეს, ლევან ხაბეიშვილის, თინა რეალური თავმჯდომარე ყოველთვის იყო მიხეილ სააკაშვილი და ვინ იქნებოდა საჯაროდ არასდროს გითქვამთ მათი თავმჯდომარეობის, არც შემდეგ მათი თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ. ეხლა თქვენ მაგას ამბობთ, რომ არ ვაღიარებდით იმას კი არ ვიძახი, რომ არ ვაღიარებდი და მაგათ არჩევნებს არ ვაღიარებდი და ასე შემდეგ. ხო, რაღაცა გულისხმობს საერთოდ რა, რომ რეალური თავმჯდომარე ჩვენთვის არის მიხეილ სააკაშვილი. როგორ არ ვცნობდით მას, ხო რაღაცას გულისხმობ, თავისი წონით, თავისი გავლენებით მათ შორის არის მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი, ხო? რა თქმა უნდა, ხა ვინ იქნება წარმომადგენლობითად კიდე პარტიის თავმჯდომარე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ამას ნამდვილად, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ჩემი პარტიიდან ვინც არ უნდა აირჩეს, ყველა ღირსეული იქნება. მე ჩვენთვის სახელი და გვარების ცვლილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ. ვინ იქნება? მან თინა ბუკუჩავა იქნება, ანა წითლიძე იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება თუ ასე შემდეგ. ანუ ნანუკას კანდიდატურა ისე რჩება ძალაში, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმატორთა საბჭო და ანუ რეფორმატორთა საბჭო არის სხვა რაღაცა და მე ვთქვი, რომ 6 თვის შემდეგ რეფორმატორთა საბჭომ და დროებითმა მართლობითი ორგანომ თქო პარტია უნდა მოამზადონ არჩევნებისთვის თქო. ხო, მაგრამ თან რეფორმატორთა საბჭოს რაღაც ახალმასრულებელი მდივანი იყო და თან კენჭი იყარო როგორც პარტიის თავმჯდომარემ რაღაცა ინტერესთა კონფლიქტთან ხმარ გვექნება საქმე. არა, შესაძლებელია ისიც და ისიც ერთდროულად შეათავსოს. შესაძლებელი არის. ამიტომაც ჩვენთვის სახელი და გვარების ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს აი ამ ორ მნიშვნელოვან პრინციპს. ხალხის მონაწილეობა, პარტიის წევრების მონაწილეობას, პარტიის გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მეორე, პარტიის ფინანსურ დამოუკიდებლობას, რომელიც დამოკიდებული იქნება პარტიის წევრებზე და არა ერთ კონკრეტულ ადამიანზე. რეალურად ეს განსაზღვრავს პარტიის დამოუკიდებლობას.